მოგესალმებით მეგობრებო, სამეგრელოდან ამ შვიდ გარემოში, სადაც ისმის შეიძლება ვიდეოშიც ჩიტების ჭიკჭიკი, შინაური ცხოველების და ფრინველების ხმა, ცოტა არაბუნებრივია ვისაუბროთ ამერიკულ შოუ ბიზნესზე და ამერიკული შოუ ბიზნესის სკანდალებსა და ინტრიგებზე. მაგრამ რადგან დავიწყეთ ამ საქმის განხილვა და დეტალების გარკვევა, მოდი მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. შესაბამისად ვაგრძელებთ დიდი სასამართლოს განხილვას. შონ დიდი კომისიის გახმაურებული ფედერალური სასამართლო პროცესი ტრაფიკინგისა და რეკეტის ბრალდებით დასასრულს უახლოვდება. დაასკვნითი სიტყვები მხარეებმა 5 შაბათს 26 ივნისს სასამართლოზე წარადგინეს. ანუ ამით კომისიის სასამართლოს ძირითადი ნაწილი დასრულდა. ჩვენ წინა ვიდეოში უკვე ვისაუბრეთ კომისიის სასამართლოს პირველ ორ კვირაზე და ამ ვიდეოში გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს და მთლიანად მიმოვხილავთ ყველა მოწმის ჩვენებას და პროკურორების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, ვისაც არ გინახავთ წინა ვიდეოები, დაიწყეთ ამ ვიდეოების ნახვით და ამ ვიდეოთი ჩვენ მთლიან ნაკრებს შევკრავთ ფაბდედის სასამართლო პროცესის შესახებ. როგორც იცით, კომისიის გახმაურებული ფედერალური სასამართლო ნიუ-იორკში დაახლოებით 1 თვის წინ, ცოტა მეტი ხნის წინ დაიწყო. კომისი, რომელიც 2024 წლის სექტემბერში დააკავეს, თავს უდანაშაულოდ ცნობს. ბრალდების გამტკიცების შემთხვევაში კი მას დარჩენილი სიცოცხლის ციხეში გატარება მოუწევს. მას დავიწყოთ კომისიის სასამართლოს მესამე კვირის განხილვა. მესამე კვირა ყოფილმა თანამშრომელმა კლარკმა დაიწყო. მან თქვა, რომ მაგნატი, ანუ კომისი, ანუ ფაბდედი 2011 წლის დეკემბრის 1 დილით მის სპინაში იარაღით მივიდა და გაიტაცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეიტყო, რომ ქალბატონი ვენტურა კენ კუდის ხვდებოდა და უთხრა, რომ კუდის მოსაკლავად უნდა წასულიყვნენ ის და რეპერი. მოგვიანებით იმავე დღეს მისი თქმით მან ნახა თუ როგორ სცემდა კომისი ვენტურას. ამის შემდეგ სასამართლოს ჩვენება მისცა დეონტე ნეშმა, რომელიც სტილისტად მუშაობდა როგორც კომსთან, ასევე ვენტურასთან. მან თქვა, რომ პირადად ნახა თუ როგორ სცემა მუსიკალურმა მაგნატმა ვენტურა. მომდევნო კვირა სასამართლომ მიას დაკითხვით დაიწყო. კომისიის ადვოკატმა მას კითხა, თუ რატომ არ გაამხილა მანამდე უფროსი, თუ მასზე სექსუალურად ძალადობდა. მან თქვა, რომ მას უკიდურესად ცხენოდა და დრო დაშირდა იმის გასაგებად, თუ რა დაემართა, რადგან როდესაც ის კომსთან მუშაობდა, არავინ იქცეოდა ისე თითქოს ის, რაც მის თავს ხდებოდა, არასწორი იყო. სასამართლოს ასევე ჩვენება მისცა ედი გარსიამ, სასტუმრო ინტერკონტინენტალის დაცვის თანამშრომელმა, რომელიც აკონტროლებდა იმ სათვალთვალო კამერებს, რომელმაც აღბეჭდა კომისიის თავდასხმა ვენტურაზე. მან თქვა, რომ ვიდეო ჩანაწერის ასლის მისაღებად კრისტინა ხორამი დაუკავშირდა, რომელიც კომისიის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა. საბოლოო შეთანხმების შემდეგ კომისმა ტელეფონი დაურეკა და უთხრა: "ედი, ჩემო ანგელოზო, ვიცოდი რომ დახმარებას შეძლებდი." გარსიამ განაცხადა, რომ მან USB დისკი გაგზავნა და სანაცვლოდ ყავისფერი ქაღალდის პარკით $100,000 მიიღო. ეს თანხა მას კოლეგებისთვის უნდა გაეყო. ნაფიც მსაჯულებს წარუდგინეს ამ გარიგების საიდუმლოდ შენახვის ხელშეკრულება, რომელიც გარსიამ კომისიის კომპანიასთან გააფორმა. სასამართლოზე დააკითხა დერეკ ფერგიუსონი, Bad Boy Entertainment-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ჩვენების მიცემისას ბრალდების მხარემ გამოყო საბანკო ჩანაწერები, რომელიც ადასტურებდა ბიზნეს თანხების გადარიცხვას კომისიის ერთ-ერთ პირად ქონებასთან დაკავშირებულ ანგარიშზე. ფერგიუსონმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ მას არასდროს უნახავს ვინმე, ვინც კომისიის დანაშაულის ჩადენაში შეიძლებოდა დახმარებოდა. კვირის ყველაზე დრამატული ჩვენება ვენტურას მეგობარმა ბრიანა ბონგოლანმა მისცა, რომელმაც თქვა, რომ კომისმა ის მე-17 სართულის აივანზე გამოკიდა. მან ჩვენება მისცა, რომ კომისი ვენტურას ბინაში მივიდა და კარზე დააკაკუნა. შემდეგ ბინაში შევიდა და ბონგოლანს აივნის მოაჯირზე გაუსწორდა. ბონგოლანის თქმით, ჯაჯგურის შემდეგ კომისმა ის აივნის ავეჯზე დააგდო. ნაფიც მსაჯულებს აჩვენეს ფოტო, რომელიც ბრიანას თქმით იმავე დღეს თავად გადაიღო, რომელზეც ბონგოლანის ფეხზე დიდი სილურჯე ჩანდა. ჯვარედინი დაკითხვის დროს ქალბატონ ბონგოლანს წინა ჩვენებებიდან დეტალები ჰკითხეს. მრავალ კითხვაზე მან პასუხი ვერ გასცა, რადგან
მისი თქმით რაღაცები არ ახსოვდა. კომსის ერთ-ერთმა ადვოკატმა ეჭქვეშ დააყენა მისი ჩვენება და მიუთითა ფოტოზე, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 26 სექტემბრით, რომელიც ქალბატონი ბონგოლანის თქმით ლოს-ანჯელესში თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ გადაიღო. არადა ადვოკატის თქმით წინაღამეს კომსი ნიუ-ჯერსში იყო. ზოგადად დაცვის მხარემ წარმოადგინა სასტუმროს დეტალური ანგარიში, რომელიც მიუთითებდა, რომ კომსი მთელი კვირის განმავლობაში ნიუ-იორკში იმყოფებოდა. კვირა ბრალდების მხარის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენები დასრულდა. ქალი ფსევდონიმად ჯენს იყენებდა და თურმე კომს 2021 წლიდან 2024 წლის სექტემბრამდე ხვდებოდა, სანამ კომს დააპატიმრებდნენ. მან მუსიკალურ მაგნატთან ინტენსიური სასუყარულო ურთიერთობა აღწერა. ეს კავშირი მისთვის თურმე იქცა მამაკაც მეძავებთან არასასრულო სექსუალურ ურთიერთობებად, რომლის დასრულება მას უჭირდა. ვენტურასგან განსხვავებით, რომელიც ასეთ შეხვედრებს ფრიკებს უწოდებდა, ჯეინმა თქვა, რომ ის და კომსი ტერმინებს სასტუმროში ღამის გატარებას ან გარყვნილებას იყენებდნენ. ჯეინი საკუთარ თავს მარტოხელა დედად აღწერდა. სოციმედიაში ინფლუენსერობით შოულობდა ფულს და ფინანსურად კომსზე დამოკიდებული მას შემდეგ გახდა, რაც რეპერმა მისთვის $1000 გაგზავნა და ქირის გადახდა დაიწყო. მომდევნო კვირაც ამ უცნობი გოგოს გამოკითხვით დაიწყო. ჯენი დაბრუნდა მოწმის სკამზე და ჩვენება მისცა 2024 წლის ივნისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ, რომელიც დაიწყო ეჭვიანობით სხვა ხალის გამო, რომელსაც კომსი ხვდებოდა. ჯეინის ჩვენებით ამ ჩხუბის შემდეგ მას თვალი დალურჯებული, შუბლზე კი ნაწიბურები დარჩა. ამის შემდეგ PDD-ის მიერ მიწვეული მამაკაცი ჯეინთან სექსუალური ურთიერთობებისთვის მივიდა. კომსმა მას ექსტაზის აბი გაუწოდა და უბრძანა, რომ მის სიმდგომ ესკორტთან სექსი ქონოდა. ჯეინი იხსენებს, რომ მან კომს უთხრა, რომ ის პორნოვარსკვლავი და ცხოველი არ იყო და დასვენება სჭირდებოდა. თურმე ერთი თვის შემდეგ ვენტურამ კომსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ჯეინი გაუგნებული დარჩა, როდესაც დაინახა, რომ იმ სარჩელში მისი გამოცდილება აისახა. ჯვარედინი დაკითხვისას ჯეინმა აღწერა კომსთან ურთიერთობის ბედნიერი მხარეების და გაიხსენა, რომ კომსმა იცის, რამდენად უყვარდა მას რეპერი. ჯეინი ჩვენებას აძლევდა 6 დღის განმავლობაში, საერთო ჯამში 24 საათზე მეტ ხანს. სასამართლო პროცესის 23 დღე დაიწყო სპეციალური აგენტის ანდრე ლამონის დაკითხვით, რომელმაც გაიხსენა 2024 წლის მარტში კომსის ლოს-ანჯელესში მდებარე სახლიდან ამოღებული იარაღის, ნარკოტიკების და ზეთების დიდი მარაგის დეტალები. ამოუღია დაახლოებით 200 ბოთლი ბავშვის ზეთი და დაახლოებით 900 ბოთლი ასტროგლიდი. ჯონათან პერესმა კი კომსის კიდევ ერთმა ყოფილმა პირადმა ასისტენტმა ჩვენება მისცა სასტუმროებში სამღამეების მოწყობის შესახებ. მან აღწერა ეპიზოდი, როცა მას კომსის კიდევ ერთმა თანამშრომელმა აჩვენა ვიდეოს ნაწილი, სადაც ჯეინი უცნობ მამაკაცთან სექსუალური აქტით იყო დაკავებული. იმავე ვიდეოში კომსიც ჩანდა. კითხვაზე ქონია თუ არა ოდესმე განცდა, რომ ჯეინი ყოყმანობდა სამეფო ღამეებში მონაწილეობის მიღებაზე, პერესმა უპასუხა, რომ არა. იმავე დღეს დილის 11:20 წუთზე კომსის ხარდასაჭერად სასამართლოზე მოულოდნელად მივიდა კანიე ვესტი. ვესტის გამოჩენამ ამერიკის შეერთებული შტატების რაიონულ სასამართლოს შენობასთან აჟიოტაჟი გამოიწვია. კომსის ვაჟი კრისტიან კომსი მას სასამართლოს მთავარ შესასვლელთან შეხვდა და გადაეხვია. ჟურნალისტების შეკითხვაზე იმყოფებოდა თუ არა სასამართლოში კომსის მხარდასაჭერად, ვესტმა თავი დააქნია და უპასუხა დიახ. თუმცა სულ რაღაც 9 საათის შემდეგ კანიემ შენობა დატოვა. როგორც ამბობენ, ის და მისი დაცვის ჯგუფი 23 სართულზე არსებულ სხვა ოთახში გადაიყვანეს. კომსის სასამართლო პროცესი შენობის 26 სართულზე მოსამართლე არუნ სუბრამანიანის სასამართლო დარბაზში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ვესტთან ერთად მისი მეუღლე არ იმყოფებოდა. სასამართლოს მე-6 კვირა დაიწყო ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების წარმოდგენით. მათ გამოყვეს კომსის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის კრისტინა ხორამის ტექსტური შეტყობინებების ნაკრები, რაც პროკურორების თქმით აჩვენებს, რომ ქალბატონი ხორამი მჭიდროდ იყო ჩართული
იმ ინტენსიურ სექს მარათონების დაგეგმვაში, რომელებიც ვენტურასა და ჯენის თქმით მათ გადაიტანეს. პროკურორებმა ნაფიც მსაჯულებს ასევე აჩვენეს იმ მოვლენების ვიდეოებიდან მოკლე ამონარიდები, რომლებიც გადაღებულია ვენტურას მიერ მთავრობისთვის მიწოდებული მოწყობილობებით. ეს მტკიცებულება იყო დალუქული და საზოგადოებისა და საინფორმაციო საშუალებებისთვის არც მანამდე, არც მერე არ უჩვენებიათ. ნაფიცი მსაჯულები კლიპებს ეკრანებზე უყურებდნენ და ყურსასმენებით უსმენდნენ. ერთ-ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა პირველი ვიდეოს ჩართვის შემდეგ წყალშეკრულმა ყურსასმენები მოიხსნა. ორშაბათს მოსამართლემ დაითხოვა ერთი ნაფიცი მსაჯული, რომელმაც მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ სასამართლოს შეუსაბამო ინფორმაცია მიაწოდა. რამაც დაბადა ეჭვები, რომ ის გახმაურებული საქმის ნაფიც მსაჯულთა წევრად დანიშნას ცდილობდა. სამშაბათს ნაფიცმა მსაჯულებმა ნახეს დიაგრამები, რომლებშიც დეტალურად იყო აღწერილი კომსის მიერ ვენტურაზე 2016 წელს ლოს-ანჯელესის სასტუმროში განხორციელებული თავდასხმის შესახებ. მტკიცებულებები ეხებოდა სატელეფონო ჩანაწერებს და ტექსტურ შეტყობინებებს. პარასკევს კომსის სასამართლო პროცესის განახლებისას ჩვენება მისცა ბრენდან პოლმა, კომსის ყოფილმა თანაშემწემ, რომელსაც გასულ წელს კომსისა და მისი ქონების ფართომასშტაბიანი ჩხრეკის შემდეგ კოკაინის შენახვისთვის ბრალი ჰქონდა წარდგენილი. მან თქვა, რომ მისი სამუშაოს ნაწილს წარმოადგენდა ნარკოტიკების ყიდვა და სასტუმროს ნომრების სექსუალური ურთიერთობისა და წვეულებებისთვის მომზადება. მისი თქმით, საჭირო ნივთების სია არსებობდა, რომელსაც თანაშემწეები ჩანაწერების აპლიკაციაში ინაწილებდნენ. საქმე ზოგადად ყოვლისმომცველი და დაძაბული იყო. კომსი ამბობდა, რომ მას სურდა რომ მის გუნდს სილტიმ 6-ის მსგავსად ემოძრავა. დაცვის მხარემ მასაც კითხა, თუ უკუყმანია ან ყოფილა შეშფოთებული ჯეინი ოდესმე მამაკაც ესკორტებთან ღამეების გამო. პოლმაც უპასუხა, რომ არა. ასე დასრულდა პროკურორების არგუმენტების ბოლო რაუნდი. ამასობაში კომსის ადვოკატებმა საქმე 9 საათზე ნაკლებ დროში დაასრულეს, რადგან მათ უარი თქვეს მოწმობების დაბარებაზე. მათი არგუმენტები ძირითადად კომსა და ვენტურას შორის რომანტიკულ და ზოგჯერ აშკარა ტექსტურ შეტყობინებებზე იყო ფოკუსირებული. მიუხედავად იმისა, რომ კომსის სავარაუდო ძალადობა სასამართლო პროცესის მთავარი ნაწილია, გრამის მფლობელმა რეპერმა სასამართლოს განუცხადა, რომ ჩვენების მიცემას ის არ აპირებს. მოსამართლე არონ სობრამანიანმა კომსის მთავარ ადვოკატს მარკ აგნიფილოს კითხა, ესაუბრა თუ არა მის კლიენტს ჩვენების მიცემის უფლებაზე. აგნიფილომ განაცხადა, რომ მათ ეს საკითხი ვრცელად განიხილეს. ოთხშაბათს პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი აღარ გააგრძელებენ რამდენიმე ადრე წაყენებულ ბრალდებას. იმავე დღეს კომსის დაცვამაც შეწყვიტა თავისი საქმე და არც ერთი მოწმე არ გამოიძახა. ამის ნაცვლად ადვოკატებმა ჯვარედინი დაკითხვები გამოიყენეს და კომსსა და ერთ-ერთ სავარაუდო მსხვერპლს შორის სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ხაზი გაუსვეს, რათა დაემტკიცებინათ, რომ შეხვედრები შეთანხმებული იყო. რეპერის სასამართლოზე მხარების დასკვნითი სიტყვის მოსმენა 5 შაბათს გაიმართა. მაშასე სასამართლომ დაასრულა PDD-ის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა და ახლა დამნაშავეა თუ არა რეპერი ამ საკითხზე ნაფიცი მსაჯულები იმსჯელებენ და თავიანთ განაცხადებას მსოფლიოს წარუდგენენ. ეს განაცხადება სავარაუდოდ თვის ბოლომდე იქნება მიღებული და ამით დასრულდება PDD-ის სასამართლო პროცესი, რომლისკენაც მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო მიპყრობილი. და სანამ ნაფიცი მსაჯულები იტყვიან საბოლოო სიტყვას, მანამდე გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ ახალ ვიდეოებს. ჩვენ მომდევნო ვიდეოებში ამ პროცესის ფინალზე და სხვა ბევრ საინტერესო ამბავზე ვისაუბრებთ. დიდი მადლობა.